და ეს ღამის ბიზნეს პარტნიორია თქვენ საქართველოს პირველ არხს უყურებთ. ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 4 მილიარდამდე ლარი იხარჯება, აცხადებს ინფრასტრუქტურის მინისტრი და საჯარო თუ საქმიან შეხვედრებზე ბიზნესისგან შესასრულებელი სამუშაოს დროულ და ხარისხიან შესრულებას ითხოვს. სახელმწიფოს ინტერესებს დავიცავთ ისე, როგორც თქვენ დაიცავდით თქვენი კომპანიის ინტერესს. უთხრა მან კერძო სექტორს ერთ-ერთ შეხვედრაზე. რა თამაშის წესებზე მიანიშნებს ბიზნეს ინფრასტრუქტურის მინისტრი და კონკრეტულად რა პროექტებზე იხარჯება ის 4 მილიარდი ლარი, რომელიც უკვე ვახსენებთ. ბიზნეს პარტნიორის სტუმარი ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძია. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა გადაცემას სტუმრობისთვის. ის ფრაზები, რომელიც მე ხა მაყურებელს გავაცანი, საკმაოდ ისეთი შთამბეჭდავია და კარგად ჟღერს. თქვენ დაიცავი, მე დავიცავ სახელმწიფოს ინტერესს ისე, როგორც თქვენ დაიცავდით თქვენს ბიზნესს. რა არის მთავარი სათქმელი, რა იყო მთავარი სათქმელი, რომელიც თქვენ უთხარით ბიზნესს, იმიტომ რომ მე ბიზნეს წრეების წარმომადგენლებს გავიცი, რომ აი იმ შეხვედრის გარდა საქმიანი შეხვედრებიც აქტიურად მიმდინარეობს. რა არის მთავარი სათქმელი, რომელსაც ეუბნებით და რა ეტაპზეა ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და ბიზნესის ურთიერთობა? ამით დავიწყებ ჩვენ საუბარს, რადგან ბიზნეს პარტნიორში ვარ და ბიზნესის და სახელმწიფოს თანამშრომლობა და ურთიერთობა ჩვენთვის ძალიან პრიორიტეტული თემაა. პირველ რიგში დიდი მადლობა მოწვევისთვის. მივესალმებით თქვენს მაყურებელს. გილოცავთ მე პირველად ვარ ახალ შენობას და იმედია რომ არა მხოლოდ შენობა, არამედ თქვენი ტელევიზია, ჩვენი ყველას ტელევიზია მუდამ წინ წავა და კიდევ უფრო ყურებადი და ძლიერი გახდება. გულწრფელად მინდა მოგილოცოთ, იმიტომ რომ ძალიან დიდი გულშემატკივარი ვარ თქვენი არხის. მადლობა. რაც შეეხება თქვენ რითიც დაიწყეთ, ეს არ იყო უბრალოდ სიტყვები, ან თქვენ ახსენეთ, რომ ძალიან ისე ჟღერსო. ეს არ ყოფილა ნათქვამი, იმიტომ რომ რაღაცა კარგი მესიჯი გაგვეჟღერებინა, ეს იყო ის რწმენა და ის სულისკვეთება, რაც ჩვენ გვაქვს და რითიც ჩვენ ვხემძღვანელებთ. ჩვენი ამოცანა არის ამ შემთხვევაში სამინისტროსი და ზოგადად ხელისუფლების, რომ სახელმწიფო ინტერესი დავიცვათ მაქსიმალურად და სახელმწიფო ინტერესის დაცვა ამ შემთხვევაში გულისხმობს ხალხის ინტერესის დაცვას. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ მართავთ ბიუჯეტის საკმაოდ მსხვილ პორტფელს, ეს არის ხალხის ფული, ის ფული, რომელიც უნდა დაიხარჯოს საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ თითოეული კაპიკი იხარჯებოდეს სწორად და ეფექტურად. როდესაც ჩვენ საუბრობთ, რომ მაქსიმალური ყურადღება იქნება გამახვილებული ხარისხზე, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენი მიზანი არ არის მხოლოდ ავაშენოთ რაღაცა კონკრეტული შენობა. ჩვენი მიზანი არის, რომ ეს შენობა, რომელსაც ავაშენებთ, იყოს ხარისხიანი, მედეგი, ხანმედეგი და ათწლეულების განმავლობაში მან თავის ფუნქცია შეასრულოს. შესაბამისად, არაფერი უცნაური იმაში არ არის, რომ ჩვენ სახელმწიფო ინტერესი დავიცვათ კიდევ უფრო მეტად, ვიდრე კერძო ბიზნესმენი ან ნებისმიერი თითოეული ჩვენთაგანი თავის ინტერესს, თავის სახსრებს დაიცავდა, იმიტომ რომ აქ ჩვენს პირად ფულზე არ არის ლაპარაკი და ჩვენს პირად ინტერესი, აქ არის საზოგადოებრივი ინტერესი და ეს კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობა არის. ჩვენ პირველ რიგში რასაც მინდა ხაზი გაუსვა და ხშირად ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გარკვეულწილად იყო მცდელობა, რომ სხვადასხვა ბარიკადებს მიღმა აღმოჩენილიყავით ხელისუფლება და ბიზნესი და ეს ნამდვილად ესე არ არის. პირველ რიგში თუ ვინმეს ინტერესი არის საქართველოში ძლიერი ბიზნესის არსებობა, ეს ვართ ჩვენ. ზოგადად მთავრობა, ხელისუფლება და განსაკუთრებით ჩვენი სამინისტრო, იმიტომ რომ ისინი არიან იმ სფეროს წარმომადგენლები, ვისი მეშვეობითაც ჩვენ ის მრავალი პროექტი უნდა განვახორციელოთ, რომელიც დაანონსებული აქვს პრემიერ-მინისტრს, მთავრობა ზოგადად და მათ გარეშე ჩვენ ამას ვერ განვახორციელებთ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ბიზნესი იყოს ძლიერი და მათ შეეძლოთ იმ დაკვეთის შესრულება, რაც ჩვენ გვექნება. ბიზნესი იყოს ძლიერი და შეეძლოთ დაკვეთის შესრულება. თქვენ ამ შეხვედრაზე, რომელიც მე ვახსენე და რომელიც პრემიერ-მინისტრის მონაწილეობით გაიმართა, იქ ამ შეხვედრიდან გამოსულმა თქვით, რომ სამართლიანი თამაშის წესები არის შესამუშავებელია და სამართლიანად უნდა იყოს მიდგომა გააზრებულიო და გაგებულიო. რას გულისხმობთ სამართლიანი მიდგომა? რა არის სახელმწიფოს გადმოსახედიდან? გადაცემის მეორე ნაწილში ჩვენ გვეყოლება ბიზნესი და ისინი როგორ ხედავენ სახელმწიფოს თანამშრომლობას, ბუნებრივია მათ ამას თაობაზე აუცილებლად ვკითხავ.
პირველ რიგში სამართლიანი თამაშის წესები გულისხმობს იმას, რომ ჩვენ როდესაც პირობითად სახელშეკრულებო ურთიერთობებს განვიხილავთ და ხელშეკრულებებზე მსჯელობთ თუ ამა თუ იმ პროექტზე როგორი ხელშეკრულება უნდა დაიდოს, ჩვენ უყურებთ როგორც ჩვენ ინტერესს, რომ ვიყოთ მოქნილები ამ შემთხვევაში სახელმწიფო და შეგვეძლოს ჩვენი ინტერესის აღსრულება, ასევე ვცდილობთ, რომ ეს ხელშეკრულება არ იყოს კაბალური თუნდაც ბიზნესისათვის. მაგრამ პირველი რაც არის და მნიშვნელოვანი და მე ბიზნესი ალბათ თავის ინტერესზე ისაუბრებს, რაც ბუნებრივია, მე მინდა სახელმწიფო ინტერესს გავუსვა ხაზი. როდესაც ჩვენ შენდება ნებისმიერი ობიექტი, არ ვიცი, იქნება ეს სკოლა, ბაღი თუ ასე შემდეგ და ნახულობთ სამშენებლო პროცესში, რომ იქ არის სერიოზული ხარვეზები, მათ შორის ხარისხთან მიმართებაში. ჩვენ უნდა ვიყოთ მოქნილები, რომ ეს ხარვეზები აღმოიფხრას, ან თუ კონკრეტულ ბიზნესის წარმომადგენელს ან კომპანიას ეს არ ძალუძს, ჩვენ სწრაფად მივიღოთ გადაწყვეტილება და ეს კომპანია ჩავანაცვლოთ. აი მე დღეს მინდა კონკრეტული მაგალითი გითხრათ, დილას ჩემს კოლეგებთან ერთად ვიმყოფებოდი ხაშურის მუნიციპალიტეტში, სადაც ვიყავით რამოდენიმე ლოკაციაზე, სადაც სკოლა უნდა აშენდეს და არის დაწყებული ერთ ადგილას სკოლის მშენებლობა, სადაც პროცესი არის უკვე წლებია მიმდინარეობს, წლებია დაიწყო და აბსოლუტურად სამართლიანია იმ ადამიანების გულისხმობა, ვისაც ჩვენ იქ შევხვდით. და ჩვენ ამაზე ვქონდა საუბარი და არასდროს ჩვენ არ გაურბივართ ადამიანებთან ურთიერთობას. მე პირადად მზად ვარ ნებისმიერ ესეთ შემთხვევაზე, თუ სადაც იქნება ამის საჭიროება ან მოსახლეობის მხრიდან ამის მოთხოვნა, აუცილებლად ჩავიდე და ვისაუბროთ იმ პრობლემებზე და ჩვენი ხედვა გავაცნოთ ადამიანებს, მაგრამ ამ ადამიანებს უნდა შევთანხმდეთ ყველანი და ჩვენც ვაღიარებთ, რომ ეს მართლაც სამართლიანი გულისხმობაა მათი მხრიდან, იმიტომ რომ არ შეიძლება პროცესი ესე გაიწელოს. ესეც არის კონკრეტული ბიზნესი. ასეთი რამდენად ბევრი შემთხვევა აქვს, სამწუხაროდ თქვენ აშენებთ პრაქტიკულად ყველა მუნიციპალიტეტში. ჩვენ არ ვაშენებთ, ამასთან დაკავშირებითაც მინდა ვთქვა, რომ ჩვენს ქვეყანაში ორი ორგანიზაცია იყო, რომელიც სკოლის მშენებლობას აწარმოებდა, ეს იყო მუნიციპალური განვითარების ფონდი, რომელიც ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაქვემდებარებაშია და მეორე სტრუქტურა ეს იყო განათლების სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული ესი და რომელთან დაკავშირებითაც მთავრობა მიიღო გადაწყვეტილება და ესი და გაუქმდა, როგორც ესე ცალკე აღებული სტრუქტურული ერთეული, სკოლის მშენებლობები და დიდი რეაბილიტაციები გადმოვიდა მუნიციპალურ განვითარების ფონდში, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო ბაღები და ყველა ის ბაღები ისედაც ჩვენი იყო, ეს ეხება მხოლოდ სკოლებს. და სამწუხაროდ თქვენ კითხვას რო დაუბრუნდე, სამწუხაროდ ძალიან ბევრი ლოკაცია გვაქვს ესეთი, სადაც სკოლის მშენებლობა არის გაპრობლემებული და უნდა აღინიშნოს, რომ მე და მთავრობა ზუსტად ესე უყურებთ, რომ სკოლა არის ძალიან მნიშვნელოვანი. შეიძლება რაღაც სპორტული ობიექტის მშენებლობას დააგვიანდეს, თუმცა ესეც არ უნდა ხდებოდეს ესე, მაგრამ სკოლა არის დაკავშირებული ბავშვების ყოველდღიურობასთან, მათ განათლებასთან და ყოველ დღეს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. და აქ ჩვენი მხრიდან ოპერატიულობა და ოპერატიული გადაწყვეტები და მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში სკოლების აშენება არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. ამიტომ მთავრობის გადაწყვეტილებით ჩვენ ყველანი ერთად შევთანხმდით, რომ მაქსიმალურად მოვახდენთ სტანდარტიზაციას სკოლების პროექტების და დღეს მუნიციპალურ განვითარების ფონდს აქვს გამოცხადებული არქიტექტურული პროექტების შესყიდვაზე, სტანდარტული პროექტების შესყიდვაზე ტენდერები, კონკურსები და ჩვენ გვექნება პირობითად 500 ბავშვიანი სკოლის ტიპიური პროექტი, რომელსაც ყოველ ახალ ლოკაციაზე, სადაც ამის საჭიროება იქნება და სადაც განათლების სამინისტრო განგვისაზღვრავს, რომ ისთვის ესა თუ ის ადგილი არის პრიორიტეტული, ჩვენ იქ დავიწყებთ ამ სკოლის მშენებლობას. სტანდარტიზაცია მნიშვნელოვანი არის პროცესის მაქსიმალურად დაჩქარებისთვის, იმიტომ რომ ჩვენ ამ მიმართულებით გარკვეულ საიტნოტში ვართ. მაგრამ უკვე გაჭიანურებულ და მშენებლობის ამასთან დაკავშირებით ამასთან მიმართულებითაც ჩვენ შევეცდებით, რომ მაქსიმალურად ოპერატიულად და ეფექტურად კრიზისული მენეჯმენტის ფარგლებში მართოთ ეს პროცესი
და თუნდაც ხაშურთან დაკავშირებით არის რამოდენიმე კომპანია, რომელზეც როგორც ჩემთვის არის ცნობილი სისხლის სამართლის საქმეც არის აღძრული გამომდინარე იქიდან, რომ გარკვეულ დარღვევებს ჰქონდა სავარაუდოდ საქმე. ამიტომ ჩვენ შევესწრებით, რომ ამ მიმართულებით ძალიან ეფექტური ნაბიჯები გადავდგათ, რომ უახლოეს წლების განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში სასკოლო ინფრასტრუქტურის პრობლემა ძირფესვიანად გადაწყდეს დადებითი მიმართულებით გულისხმობ და ეს საკითხი მოგვარდეს. კი ბატონო. ხომ არ არის დაუშვათ ეს პრობლემა ერთგვარად განპირობებული იმითაც, რომ თავდაპირველად, როდესაც იწყებოდა ამ შემთხვევაში ხა შესაძლოა თქვენ დროს არ იყოს დაწყებული, მანამდე ხდებოდა, თუმცა როდესაც პირველად დავალება იყო მიცემული, ტენდერი ჩატარდა, ვიღაცა მოიგო, ეს თვითონ მთელი ეს პროცესი იყო არასწორად დაგეგმარებული, იმიტომ რომ ბიზნესის წარმომადგენლების ნაწილი მიიჩნევს, რომ მთელი პრობლემა სათავეშია არასწორ დიზაინში, არასწორ პროექტში და მე ამას მოყვება ამას შორის არასწორი ხარჯაღრიცხვა და მთლიანობაში ეს პროცესი უკვე ჯაჭვურად მიდის მერე ბოლოს. ამაში ნამდვილად ვერ დავეთანხმები ბიზნესის წარმომადგენლებს. ჩვენ თუ ვამბობთ, რომ ჩვენი მხრიდან სამართლიანი თამაშის წესები იქნება, ბიზნესის მხრიდანაც ველოდებით საპასუხო ნაბიჯს, რაც თავის გულისხმობს იმას, რომ მათაც უნდა აღიარონ თავისი შესთომები, ვისაც ესეთი აქვს, რა თქმა უნდა, მე ყველას არ გულისხმობ. ყოველთვის გარკვეულ შეფერხებაზე თითის გაშვერა სახელმწიფო სტრუქტურებისკენ არ მგონია, რომ თლაც სამართლიანი იყოს. რა თქმა უნდა, არსებობდა და არსებობს ალბათ ხარვეზები, რომლის გამოსწორებაზეც ჩვენ მუშაობთ და აქტიურად ვიმუშაობთ იმაზე, რომ ჩვენი მხრიდან არ იყოს არანაირი შეფერხება და თუნდაც ეს ერთი მიმართულება სტანდარტულ პროექტებს რაც შეეხება, ამის ერთ-ერთი ცდელობა და გადაწყვეტაა ამ პრობლემის, რომ აი რასაც თქვენ ბრძანებთ, რომ მე არასრულფასოვანი პროექტი იყო, თუმცა ხშირ შემთხვევაში თქვენ იცით, რომ ტენდერები ცხადდებოდა ეგრეთ წოდებული დიზაინ ბილდის პრინციპით, რაც თავის თავში გულისხმობს იმას, რომ იმარჯვებდა სამშენებლო კომპანია, რომელიც თავად იყო პროექტის, ასე ვთქვათ, მას უნდა შეექმნა არქიტექტურული პროექტიც. ამიტომ ამ შემთხვევაშიც თვალ სამართლიანი არ არის. მათივე შექმნილ პროექტებში უამრავი ხარვეზი არსებობს და არსებობდა, რაც თავისთავად პროცესს როგორ იმარჯვებდა მაშინ ასეთი პროექტები? აი მივდივართ, მე მგონი თქვენც ალბათ ამ საკითხს წამოჭრდით თეთრ სიასთან დაკავშირებით, ეგრეთ წოდებულ. ამ შეხვედრის შემდგომ ძალიან ბევრი სპეკულაცია იყო ამ საკითხთან დაკავშირებით, რომ აი უქმდება არ უქმდება, ბოლომდე უნდა გაუქმდეს თუ რა, რატომ მიიღო სახელმწიფომ, რომ დაუშვათ თეთრი სია, ჯერ განუმარტოთ მაყურებელს რაზეა ლაპარაკი და რომ თეთრი სია და ეს მიმართულება შეიცვალოს და მიდგომა შემცვალოთ. საზოგადოებისთვის განმარტავ, რას ნიშნავს თეთრი სია. თეთრი სია ეს არის კომპანიების ჩამონათვალი, რომელიც გარკვეული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში მოხვდნენ ამ სიაში და აქ უნდა აღინიშნოს და ბიზნესის თქვენ შეგიძლიათ დაუსვათ ბიზნესის წარმომადგენლებს ეს კითხვა, რომ თლაც სამართლიანი კრიტერიუმები და თლაც ობიექტიური კრიტერიუმები არ არის და ამ თეთრ სიაში მოხვედრის შემდგომ ეს კომპანიები სარგებლობენ ძალიან ბევრი ბენეფიტით სახელმწიფოს მხრიდან. მათ შორის ერთ-ერთი მთავარი არის ეს არის საავანსო თანხის გადახდის დროს ავანსის გარანტიის წარმოდგენა, ანუ უზრუნველყოფა რამდენი პროცენტით ხდება და დღევანდელი მონაცემებით არის, რომ უпростоრად დღევანდელი მოცემულობა არის, რომ თუ კომპანია იღებს პირობითად ვამბობ 20%-იან ავანს, მას შეუძლია მხოლოდ საბანკო გარანტია წარმოადგინოს 10%-ზე და დანარჩენი 10% ჰაერშია. ანუ არ არის არაფრით უზრუნველყოფილი, ეს არის თავიდან ბოლომდე სახელმწიფოს რისკი ამ მიმართულებით. და დღეს გვაქვს ძალიან ბევრი კონტრაქტი, როდესაც ათეულობით მილიონი ლარი არის არაფრით უზრუნველყოფილი, სახელმწიფოს გადახდილი აქვს, არის ბიზნესის მხარეს, სამუშაოები არ არის შესრულებული და ჩვენ დღეს რო გავწყვიტოთ ამა თუ იმ კომპანიასთან კონტრაქტი, იმის გამო რომ ის რაღაც თავის ვალდებულებებს ვერ ასრულებს, მოგვიწევს უკვე ამ თანხაზე ცალკე დავა და კითხვის ნიშნის ქვეშ არის შევძლებთ თუ არა ამის ამოღებას. ასევე ძალიან გართულებული არის თეთრი ასეთი შემთხვევა, მილიონობით ლარი საკმარისია იმისთვის, რომ სახელმწიფოს ეფიქრა იმაზე, რომ აღნიშნული მექანიზმი აღარ არის ჯანსაღი, არ მუშაობს სწორად. თავის დროზე თუ ეს მექანიზმი შეიქმნა იმისთვის, რომ ბიზნესი წაეხალისებინა, ამან მიიღო საკმაოდ არასწორი ფორმა და მე გეტყვით, რომ არსებობს კომპანიები, რომლებიც გარკვეულწილად პირამიდაში იყვნენ შესულები, ისინი იგებდნენ გარკვეულ ტენდერს, იღებდნენ საავანსო თანხას, შემდგომში ამ თანხას არამიზნობრივად ხარჯავდნენ, ანუ არა იმის
მიზნებისთვის, რა მიზნებისთვისაც მათ სახელმწიფო მიცა ეს თანხა. შემდგომში, იმიტომ რომ ის კონტრაქტი, რომელიც უკვე გაპრობლემებულია, ჩათვალეთ, ჩაეფარათ, ახალ ტენდერში ღებულობდნენ მონაწილეობას და ხშირ შემთხვევაში დემპინგური ფასებით შედიოდნენ ტენდერში, ოღონდ თავარი ამოცანა აქ ის კი არ იყო, რომ ის პროექტი დაესრულებინა, არამედ ავანსი აიღო, იმიტომ რომ წინა პროექტი ჩაეხურა და არსებობს გარკვეული კომპანიები, რომლებიც ამ პროცესში შევიდნენ და ამ შემთხვევაში დაზარალებული ვართ ჩვენ სახელმწიფო და მოსახლეობა, იმიტომ რომ ეს კონკრეტულ პროექტებს ეხება. ეს ეხება სკოლას, ბაღს, არ ვიცი, ხიდს, გზას და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი რაც ახლა ახსენეთ, ეს პრაქტიკულად არის სისხლის სამართლის დანაშაული. არა, სისხლის სამართლის საქმის დანაშაული, სადაც არის შესაბამისი ორგანოები ამას გამოიძიებენ, სადაც ამის ნიშნები არის, მაგრამ ეს არის ის წესი, ძირითადად, რომელიც არსებობდა და ბევრი კომპანია ამით ბოროტად სარგებლობდა. საბოლოო ჯამში, როდესაც ამ სქემაში და ესე უპასუხისმგებლოდ იქცევი, სად მიხვალ და რა იქნება შედეგი, ეს ცალკე თემა არის. ამიტომ მათ შორის ბიზნესის წარმომადგენლებს და მე მინდა მათ გულწრფელად, იმიტომ რომ მე ვისაც შევხვედრილ ვარ და ძალიან ბევრთან მაქვს შეხება ჩვენი სამინისტრო საქმიანობიდან გამომდინარე, ყველანი ვთანხმდებით, რომ ესე პროცესი ვერ გაგრძელდება და არ უნდა გაგრძელდეს. ამასთანავე იყო პრაქტიკაში ავანსიც არ იყო დარეგულირებული, რამდენი უნდა გაგეცა ავანსი, 20% იყო, 40 თუ 50. შესაბამისად, ჩვენ ვცდილობთ ახლა, რომ ეს ყველაფერი მოვაქციოთ რეგულაციაში და სწორი თამაშის წესები დავამკვიდროთ, რაც ფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანი არა მხოლოდ ჩვენთვის არის, არამედ მათთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მათი ფინანსური მდგომარეობაც, მათი ფინანსური ასე ვთქვათ, სიტუაციაც გაუმჯობესდეს და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ბიზნესი გაძლიერდეს კიდევ უფრო, იმიტომ რომ ხაზი მინდა გაუსვა, რომ ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ ბიზნესის სიძლიერე, მათ შორის ჩვენი წარმატების ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმია, თუმცა ეს ვერ მოხდება არასწორი მახინჯი ფორმებით. ეს უნდა იყოს იქნება გადაწყვეტილება მიღება. მთავრობაში მიმდინარეობს ამ საკითხთან დაკავშირებით აქტიური მუშაობა. იცით რომ პრემიერ-მინისტრსაც რამოდენიმეჯერ ჰქონდა ამ საკითხთან დაკავშირებით ბიზნესთან შეხვედრა და ის ძალიან ღია არის ამ თვალსაზრისით და ძალიან აქტიურია ბიზნესთან კომუნიკაციის თვალსაზრისით. ჩვენის მხრივ მუდმივად გვაქვს ეს ურთიერთობა, საუბარი სხვადასხვა საკითხებზე და დარწმუნებული ვარ რომ მთავრობა მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც ერთის მხრივ იქნება საღებისკენ გადადგმული ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები და მეორეს მხრივ ბიზნესს არ ჩავაგდებთ ცაითნოტურ მდგომარეობაში, იმიტომ რომ ისიც გვესმის, რომ შეიძლება ერთი ხელის მოსმით რაღაცა პროცესების რადიკალური ცვლილება იყოს მათთვის ძალიან მტკივნეული, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ჩვენთვის ამოსავალი წერტილი არის სახელმწიფო საჯარო ინტერესის დაცვა და ეს იქნება ყოველთვის ესე. იცით რომ პრემიერ-მინისტრიც ხშირად ამბობს, რომ ჩვენი ამოსავალი წერტილი არის, რომ ინფრასტრუქტურაში ნებისმიერი მიმართულებით საბიუჯეტო სახსრები თითეული თეთრი დაიხარჯოს მიზნობრივად და ეფექტურად. ჩვენ ამას აუცილებლად მივახცევთ და ხარისხი, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. მინდა კიდევ ერთხელ დავაფიქსირო, რომ ჩვენ არ მივიღებთ უხარისხო პროდუქტს. უბრალოდ არ მივიღებთ. ხარისხის კონტროლის რა მექანიზმები არსებობს დღეს და რა მექანიზმები შემოღება იგეგმება, იმიტომ რომ ბევრჯერ ახსენეთ სიტყვა ხარისხი და შეუძლებელია რომ ხა ვინმე არ დაგეთანხმოთ, თან 4 მილიარდი როდესაც იხარჯება ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, კიდევ უფრო მეტად სახელმწიფოს აქვს ინტერესი და ესეც აბსოლუტურად ლოგიკურია, მაგრამ აი ხარისხთან მიმართებაში თქვენც როგორც მოქალაქეს დარწმუნებული ვარ, სანამ ინფრასტრუქტურის მინისტრი გახდებოდით, როდესაც პირობითად გადაადგილდებოდით ამა თუ იმ გზაზე ან ამა თუ იმ რაღაც შენობას ნახულობდით, არაერთი პრეტენზია ქონიათ და შეუძლებელია რომ არ ქონოდათ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რამ შეუიარაღებელი თვალისწინებით ჩანს, რომ არ არის სათანადო ხარისხით აშენებული. როგორ აპირებთ ამის გაკონტროლებას? ან როგორ აკონტროლებთ და როგორ აპირებთ სამომავლოდაც? ამ მიმართულებით ჩვენ სამინისტროში ბოლო პერიოდში ჩვენ შევქმნით ახალი სტრუქტურული ერთეულები, ეს არის ხარისხის კონტროლის მიმართულებით სპეციალური დანაყოფები, რომელიც ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობენ.
და ასევე ჩვენ ინსტრუმენტალური თვალსაზრისითაც ვფიქრობთ, რომ მაქსიმალურად გავძლიერდეთ და მინდა გითხრათ, რომ უახლოეს პერიოდში უკვე დაწყებულია პროცედურები, რომ ჩვენ ლაბორატორიულად გვექნება უკვე ყველა ის საჭირო ინსტრუმენტალური კვლევის საშუალებები, რაც ხარისხის კონტროლს ითვალისწინებს. საგზაო მიმართულებით უკვე გადაიდგა ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები და გვაქვს საკმაოდ მძიმე შემთხვევები, როდესაც ხარისხი არ აკმაყოფილებს არსებულ სტანდარტებს და ყველა ამ კომპანიას მოუწევს ამ ხარისხის გამოსწორება, ისე არ გამოვა არაფერი. რაღაც კონკრეტულ ვადებს აძლევთ კომპანიებს გამოსასწორებლად. მაგალითად, საშუალოდ რამდენი? რა თქმა უნდა, კონკრეტულ ვადებს და რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ხდება მათი ხარჯით და ამაში სახელმწიფო არც ერთ ზედმეტ თეთრს არ დახარჯავს. იმიტომ რომ სახელმწიფოს თავისი რაც იყო დადგენილი, ის თანხა უკვე გადახდილი აქვს. ამიტომ ან უბრალოდ განსაზღვრული აქვს და მხოლოდ იმ თანხაში უნდა მოექცეს ეს, არც ერთ თეთრ ზედმეტს მოკლედ არ გადავიხდით ამ მიმართულებით. და კონტროლი იქნება ძალიან მკაცრი ამ თვალსაზრისით. რაც შეეხება შესაბამისი კომპეტენციის ადამიანები თუ გყავთ სამინისტროში ან იმ ჯგუფში, რომელიც ახლა ახსენეთ, რომელიც ამას გააკონტროლებს, იმიტომ რომ გაკონტროლებასაც თავისი შესაბამისი სპეციფიკის ცოდნა ჭირდება. რა თქმა უნდა, არის სამინისტროში, არიან სამინისტროში ესეთი ადამიანები, ჩვენს ყველას აქვე უწყებო სტრუქტურაში, თუმცა აქვე მინდა ვთქვა, რომ ჩვენ იმაზეც მუშაობთ, რომ გარკვეულწილად საერთაშორისო ექსპერტული ცოდნა გაჩნდეს ჩვენთან რაღაცა პერიოდით მაინც, იმიტომ რომ მნიშვნელოვანი არის მშენებლობა ზოგადად ისეთი სფეროა, რომელიც მედიცინას შევადარებდი, სადაც ყოველდღიურად ახალი დახვეწილი, კიდევ უფრო საინტერესო ხარჯთეფექტური მეთოდები ინერგება, რომელიც ჩვენ აუცილებელია, რომ ჩვენ ქვეყანაში აქტიურად დავნერგოთ. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ბიზნესი წავახალისოთ, მათ შორის საგზაო მიმართულებით შემიძლია გითხრათ, რომ ის კომპანიები, რომლებიც დააფიქსირებენ, რომ მათ ახალი ტექნიკა ეყოლებათ, რითიც ხდება საგზაოში სამუშაოების წარმოება, მათ გარკვეული ბენეფიტები ექნებათ, რომ სტიმული გაუჩნდეთ, რომ ინვესტიცია განახორციელონ ახალი ტექნიკის შეძენაში. ჩვენ ასევე მივიღეთ გადაწყვეტილება და ეს გაჟღერებულია ბიზნესთან, რომ მაგალითად თქვენც ალბათ ხშირად გინახავთ და გიფიქრიათ, რომ რატო ხდება ერთი და იგივე გზის ძალიან ხშირად რეაბილიტაცია. ეს ერთ-ერთი ყველაზე ისეთი ხო, რაც არ არის გვიჩნდება რეალურად ყველა. რაც არ არის ნორმალური გეთახმებით და ვიზიარებ აბსოლუტურად ამოსაზრებას და მეც მიჩნდება ეს პროტესტი არა ადრე როგორც ჩვეულებრივ მოქალაქეს და ეხლა როგორც უკვე ამაზე პასუხისმგებელ პირს, რომ როგორ შეიძლება რომ 2 წელიწადში ერთხელ გზის რეაბილიტაცია, გზა საჭიროებდეს რეაბილიტაციას. ამ მიმართულებით ეს არ არის მხოლოდ ხარისხის პრობლემა, თუმცა ამ მიმართულებით ჩვენ ვთქვით, რომ მხოლოდ მოდიფიცირებულ ასფალტით მოხდება საფარის დაგება მომავალი წლიდან, აქაც დრო მივეცით ბიზნესს, რომ მათ გადააწყონ თავისი წარმოებები იმისთვის, რომ 1 იანვრიდან უკვე 26 წლის მხოლოდ ესეთი ასფალტის დაგება მოხდება საქართველოში, მაგრამ აქ გვაქვს სხვა პრობლემებიც, ეს არის თუ რა სიმძიმის ტვირთები გადაადგილდება ჩვენ გზებზე, დასაშვებ ნორმას ხშირად აღემატება ის ტვირთები, რომელიც გადაადგილდება, ამ მიმართულებითაც ვდგამთ ნაბიჯებს, რომ სასწორების კუთხით მოწესრიგდეს ჩვენ ქვეყანაში მდგომარეობა და სპეციალური სასწორები განთავსდეს მაგისტრალებზე, რომელიც ამის მონიტორინგს და კონტროლს აწარმოებს და ბევრი სხვა კუთხით მუშაობთ, რომელიც დღეს შეიძლება არ არის თვალხილული, თუმცა უახლოეს პერიოდში ამის შედეგებს ჩვენ ყველანი ვიხილავთ. გზები ეს ის თემა, რომელზეც რადგან ყველა გვეხება აბსოლუტურად, შეიძლება სხვა რაღაც ვერ დავინახოთ პირობითად, მაგრამ გზას ყველა ვხედავ და ამიტომ მინდა რომ კიდევ ამ თემაზე გავაგრძელოთ საუბარი. ჩვენ ბოლო წლებში ვნახეთ ბევრი ახალი მშენებლობა გზებთან მიმართებაში, კიდევ გაგვთ დაგეგმილი ყოველდღიურად ბოლო კვირების განმავლობაში, კიდევ არაერთს ხსნით, არაერთს იწყებ და შემდგომ. რამდენად მზად ვართ, თან განსაკუთრებით, როდესაც ჩვენ ამბიცია გვაქვს, რომ შუა დერეფნის ქვეყანა ვართ და ეს პოტენციალი მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ, ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რამდენად გამართული ინფრასტრუქტურა გვექნება, საავტომობილო
საავტომობილო გზების კუთხით. რა ეტაპზე ვართ საქართველოს დღეს ამ ნაწილში და რამდენი კილომეტრის პირობით და დაგებაა განსაზღვრული მომდევნო პირობითად 2026 წელს. ან გეგმა რა გვაქვს? რა მიმართულებით ვაპირებთ ქვეყნის საგზაო ინფრასტრუქტურის მთლიანად მოწესრიგებას? რთულია მხოლოდ კილომეტრებით შეაფასო ის საქმე, რაც ამ მიმართულებით კეთდება. გამომდინარე იქიდან, რომ იცით, საქართველოს რელიეფი ძალიან რთულია. მაგალითად, რამოდენიმე დღის წინ პრემიერმა დაათვალიერა ქვეშეთი კობის გზის მონაკვეთი, რომელიც ვფიქრობ არის ურთულესი არა მხოლოდ ამ რეგიონში, შეიძლება მთლიანად აღმოსავლეთ ევროპაში. გამომდინარე იქიდან, რომ უკვე აშენებული არის 9 კილომეტრიანი ყველაზე დიდი გვირაბი, შენდება თაღოვანი ხიდი, რომელსაც ანალოგი არა აქვს ამ რეგიონში, ეს იქნება 166 მეტრის სიმაღლის ხიდი, უნიკალური საინჟინრო ნაგებობა, უკვე დასრულებული არის კონსოლური უნიკალური ხიდი, რომელიც აშენებული არის და ჩვენ მასზე გადავაადგილდით, როდესაც პრემიერი იყო ჩამოსული და ეს არის საკმაოდ მნიშვნელოვანი პროექტი, არ ვიტყოდი, ალბათ ძალიან მნიშვნელოვანი რამ, რაც კეთდება. ჩვენ შესაძლებლობა გვექნება, როდესაც ეს გზა გაიხსნება თბილისიდან სტეფანწმინდამდე უკვე დაახლოებით საათში და 45 წუთში დავფაროთ მანძილი. გუდაურამდე საგზნობლად შემცირდება მანძილი და ეს მნიშვნელოვანი არის ტურისტული თვალსაზრისით. ასევე ეხლა იწყება პროექტის მშენებლობა, ეს არის ბათუმის არფის შემოვლითი გზა, სადაც ასევე უნიკალური გვირაბი უნდა აშენდეს დაახლოებით 8 კილომეტრის. ყველა ეს პროექტი არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისკენ. ნებისმიერი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება სთანს დევს ეკონომიკური აქტივობა. და ამ თვალსაზრისით ამ პროექტების სწრაფად, დროულად ხარისხიანად განხორციელება ათმაგად მნიშვნელოვანი არის ჩვენი ქვეყნისთვის. თუმცა ეს არ არის მხოლოდ მაგისტრალებთან დაკავშირებული. პრემიერის დავალებით ჩვენ დავიწყეთ იცით რაჭასთან მიმართებაში განსაკუთრებული ასე ვთქვათ დამოკიდებულება არსებობს მრავალძალი, რომელიც ულამაზესი ადგილი არის რაჭაში, იგეგმება ორი ახალი გზის მიყვანა ამ ძალიან მნიშვნელოვან ადგილამდე, რაც თავისთავად შემდგომში გამოიწვევს და უზრუნველყოფს იმას, რომ ეს ტერიტორია ტურისტული თვალსაზრისით გაძლიერდეს, განვითარდეს და ამ მიმართულებით ინვესტიციები ჩაიდოს. ჩვენი ინფრასტრუქტურის სამინისტროს პროექტები და ის პროექტები, რომელიც იგეგმება, მნიშვნელოვნად არის კორელაციაში ზოგადად ეკონომიკურ აქტივობასთან. ჩვენ მთავრობაში გვაქვს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა იმასთან დაკავშირებით, თუ სად არის მნიშვნელოვანი თუნდაც გზის მიყვანა, რაღაც სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება, რომ ეს იყოს სინქრონულად იმუშაოს ყველაფერმა ამან ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე. რაც შეეხება უკვე განხორციელებულს, იცით, რომ თბილისი-ქუთაისის მიმართულებით თითქმის დასრულებული არის ეს პროექტი. რიკოძე არის მცირე მონაკვეთი, სადაც ეხლა ორმხრივი მოძრაობაა და მიმდინარეობს გზის სამშენებლო სამუშაოები და უკვე სრულად დასრულდება წლის ბოლოსთვის თბილისიდან ქუთაისამდე მონაკვეთი. გურიის მონაკვეთზე აქტიური მუშაობა მიმდინარეობს და ასევე ვფიქრობთ, რომ მინიმუმ 6 კილომეტრიან მონაკვეთს წელს გავხსნით. კახეთის მიმართულებით მიმდინარეობს აქტიური მუშაობა სამშენებლო, თუმცა ჩვენ ასევე მაქსიმალურად დავაჩქარეთ პროცესები დაგეგმილ პროექტებთან დაკავშირებით, რაც არის თბილისის შემოვლითი გზა, რასაც საერთო მნიშვნელობა აქვს უკვე თბილისისთვისაც, ზოგადად ამ მაგისტრალის შეკვრისთვის. უახლოეს პერიოდში დაიწყება მშენებლობა რუსთავი წითელი ხიდის მაგისტრალის, ასევე განახლდება სამუშაოები რუსთავის დამაკავშირებელ მაგისტრალთან, თბილისი-რუსთავის დამაკავშირებელ მაგისტრალთან. ქობულეთის შემოვლით გზაზე იცით, რომ ორზოლიანი მოძრაობა ეხლა და იგეგმება საავტომობილო ზოლების დამატება, გახდება ორზოლიანი
4-ზოლიანი მოძრაობა იქნება. შესაბამისად ყველაფერს გოდერძის ის მონაკვეთია საინტერესო, რომელიც ეს გაჭიანურებულ პროცესს რაც ეხება, ალბათ ყველაზე თვალნათელი ვინც ნამყოფია გოდერძის ის პატარა მონაკვეთი, რომელიც თითქმის არასდროს არ დასრულდა. რა ეტაპზეა? დარწმუნებული ხარ, ზამთრის პერიოდი მოდის და ყველა საინტერესებს. უნდა ვიყოთ ობიექტურები, არსებობს, როდესაც გაჭიანურებას ეხება, არსებობს კომპანიების თან მიმართებაში არსებული პრობლემები, როდესაც კომპანია ვერ უზრუნველყოფს დროულად სამუშაოების ჩატარებას, მაგრამ ასევე არსებობს ობიექტური მოცემულობა, ეს იმდენად რთული მონაკვეთია, რომ მან გვაქვს უამრავი მეწყრული ზონა, რომელსაც სპეციალური საინჟინრო გადაწყვეტები ჭირდება და სამწუხაროდ ეს პროცესი გაიწელა, მაგრამ ჩვენ მაქსიმალურს ვაკეთებთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება მალე დასრულდეს და უკვე მომავალ წელს ამ მიმართულებით პრობლემა აღარ იყოს. ეს რაც შეეხება გზებს, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანი არის სხვა ინფრასტრუქტურის განვითარება. მე მოვისმინე კრიტიკული პოზიციები, რომ აი რა საჭიროა ამდენი სტადიონი, რა საჭიროა თუნდაც ცენტრალური სტადიონის მშენებლობა ან რაღაც სპორტული კომპლექსის აშენება, რასაც კატეგორიულად არ ვიზიარებ. მესმის, შეიძლება არსებობენ ადამიანები, ვისაც რაც არ უნდა გააკეთო, მაინც ასე ვთქვათ, უარყოფით ჭრილში შეეცდება ამის ინტერპრეტაციას, მაგრამ ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია რეგიონების თანაბარი განვითარება. ასპინძაშიც, ახმეტაშიც, დედოფლისწყაროშიც და წალენჯიხაშიც ადამიანებს უნდა კონდეთ მინიმალურ სერვისებზე ერთნაირი თანაბარი წვდომა. და როდესაც ამაზე ვსაუბრობთ, აქ იგულისხმება ის, რომ მათ შორის სპორტული აქტივობები, ყველა ბავშვს უნდა კონდეს საშუალება, რომ იაროს ცურვაზე, იაროს სხვადასხვა სპორტულ წრეზე. ეს მნიშვნელოვანია არამხოლოდ ჩვენ გვესმის, რომ ყველა ხვიჩაკვარაცხელია შეიძლება ვერ გამოვიდეს, მაგრამ ჯანმრთელი თაობის აღზრდისთვის, როდესაც თან ჩვენი ხელისუფლება მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს ნარკო დანაშაულის წინააღმდეგ, ხო, ზოგადად ამ პრობლემის, ამ სცენის წინააღმდეგ. ერთია სამართალდამცავების მოქმედება, რაც ძალიან ეფექტურია ბოლო პერიოდში და მეთანხმებით ალბათ, მაგრამ ამავე დროს უნდა იყოს მაქსიმალურად გაკეთებული ყველაფერი იმისთვის, რომ ახალგაზრდებს კონდეთ სპორტით დაკავების საშუალება, კულტურული, ასე ვთქვათ, მიმართულებით განვითარების საშუალება, რომ ჩვენ საბოლოო ჯამში ეს ძალიან მძიმე სენი დავძლიოთ. ამიტომ ყველა ამ პროექტის განხორციელებას აქვს ეს ძალიან დიდი დატვირთვა. და ამ მიმართულებით ხელისუფლების პოზიცია და ხელისუფლების პოლიტიკა ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ქალაქების ისტორიული უბნების რეაბილიტაცია, რომელსაც მთელი ამ წლების განმავლობაში ძალიან აქტიურად ხედავდით. ეს თემა მთლიანად დასრულებულია თუ მიმდინარეა კვლავ და დაუშვათ რომელი ქალაქია, სადაც ახლა აქტიურად მიმდინარეობს სამმართველოების სამუშაოები, რამდენად რეალურად არის ამ მიმართულებით გამოწვევები, მათ შორის იგივე შესასრულებელ სამუშაოებთან მიმართებაში, იმიტომ რომ ამ იერსახის აღდგენა შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანია. ყველას თვალნატყიბულში ჩასული ადამიანები სულ იძახდნენ, რომ აი აბსოლუტურად სხვა ქალაქი ვნახეთ, როდესაც იქ სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით რეალურად ნაბიჯების გადადგმა. გამოწვევები, რა თქმა უნდა, ყველა მიმართულებით არსებობს, რო გითხრათ, რომ რამე მიმართულებით გამოწვევა არ არის, არ იქნება სწორი. თუმცა ეს მართლაც ძალიან საინტერესო პროექტი და მნიშვნელოვანი, რომელიც განხორციელდა და დღესაც განხორციელების ეტაპზე არის. ამავე დროს ჩვენ ვფიქრობთ კიდევ უფრო მეტის გაკეთებას ამ თვალსაზრისით, მაგალითად აბასთუმანი, რომელიც გონია რომ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კურორტი არის დღეს უკვე და კიდევ უფრო უნდა განვითარდეს. ამ მიმართულებით ვფიქრობთ, რომ მუშაობა გააქტიურდეს. უახლოეს პერიოდში ჩვენ ახალ შესყიდვას გამოვაცხადებთ, სადაც იქნება გათვალისწინებული იმ შენობების რეაბილიტაცია, რომელსაც წინა პროექტი არ შეეხო და გონია რომ რეგიონში ერთ-ერთ საუკეთესო კურორტად შეიძლება ვაქციოთ აბასთუმანი და ამ მიმართულებით იცით რომ ქართულ ფონდის ბიძინა ივანიშვილის წვლილი ძალიან დიდია, როდესაც მან დაიწყო ამ პროექტზე საუბარი, ალბათ ძალიან ბევრი სკეპტიკურად უყურებდა, მაგრამ დღეს მე ხშირად მიწევს იქ სიარული და დღეს იქ ჩასულს აბსოლუტურად განსხვავებული სურათი გვხვდება. გზების თემას რო დაუბრუნდეთ, მნიშვნელოვანი
არტერია, რომელიც არ ფუნქციონირებდა არასდროს, ეს არის აბასთუმანი ბაღდათის მონაკვეთი, რომელიც საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს და დასასრულს უახლოვდება. ესე ძალიან მაგარი პროექტია, პირდაპირ ვთქვათ, როდესაც დასავლეთ საქართველოსდან პირდაპირ შეგეძლება სამცხე-ჯავახეთში მოხვედრა ამ გზით და არის ულამაზესი გზა თავისთავად. შესაბამისად, ამ კუთხითაც ძალიან აქტიურად მუშაობთ. ისტორიული უბნების, ისტორიული შენობების რეაბილიტაცია ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება, იმიტომ რომ ეს არის ჩვენი ისტორია, კულტურა, ის რის გამოთაც ტურისტებისთვის აქტუალურია საქართველო, რის გამოთაც აქ ჩამოდიან, მაგრამ მხოლოდ ამიტომ არა. ჩვენთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა შევინარჩუნოთ, დავიცვათ და განმოვითაროთ. კი ბატონო, კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი თემა, რომელიც ისე ბიზნესის ნაწილს რომ მივუბრუნდეთ, ადგილობრივი თუ საერთაშორისო კომპანიები იმდენად დიდ თანხებზეა ლაპარაკი, როდესაც თქვენ ამათ მიმართულებით ტენდერს აცხადებთ, თქვენი უწყება, რომ რეალურად შესაძლოა იქ მხოლოდ ქართულმა კომპანიამ რაღაც კონკრეტულ სამუშაო შესრულება ვერ შეძლოს და როგორია თანაფარდობა, რამდენად ის როდესაც გაჭიანურებულ პროექტებზეა საუბარი, როდესაც კვალიფიციურად ხარისხიანად შესრულებულ პროექტებზეა საუბარი, საერთაშორისო კომპანიები უფრო მეტად კარგად ასრულებენ თუ პირობითად ეს წილი თანაბარია შეცდომების თუ გადაცდომებით თუ უპასუხისმგებლობებით. ამით იმის გაგება მინდა, რამდენად გაიზარდა ქართული ბიზნესი რეალურად ამ მიმართულებით, იმიტომ რომ წლების განმავლობაში მათ ჰქონდათ ერთგვარი ის, რომ ჩვენ აი სხვილ პროექტებში ვერ ვიღებთ მონაწილეობას. დღეს რადიკალურად შეცვლილია სურათი, სწორედ ამიტომ მინდა, სწორედ ამიტომ ვკითხულობ, რომ როგორია ამ მიმართულებით სურათი დღეს? ამასთან დაკავშირებით ერთი რაც უნდა ითქვას, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ზოგადად ბაზარი გაიხსნას და იყოს კონკურენტუნარიანი. არც ერთი მორგებული ტენდერი არ ჩატარდება, ვერ იქნება ვერავიზე ორიენტირებული ეს ტენდერი. იქნება სამართლიანი, სადაც ყველას ექნება სამართლიანი შესაძლებლობა, სამართლიან გარემოში მიიღოს მონაწილეობა ნებისმიერ ტენდერში. რაც შეეხება უცხოურ კომპანიებს, როდესაც ამბობთ სამართლიან გარემოში, ანუ უკვე დღე პირობითად ეხლა რასაც ტენდერებს აცხადებთ, უკვე ამ თამაშის წესებზეა? ხო, რა თქმა უნდა, ყველა ტენდერი, რომელიც გამოცხადებულია თუ გამოცხადდება, იქნება ამ თამაშის წესებით. ამაზე პასუხისმგებლები ვართ. რაც შეეხება უცხოურ კომპანიებს, ვერ გეტყვით, რომ ხარვეზები, რა თქმა უნდა, იქაც არის და ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა, ვინ არის კონტრაქტორი. ხარვეზებთან, გადაცდომებთან დამოკიდებულება იქნება ერთნაირი ყველას მიმართ. როგორი კომპანიაც არ უნდა იყოს, რომელი ქვეყნის კომპანიაც არ უნდა იყოს, ამას მნიშვნელობა არ აქვს. როგორც ინფრასტრუქტურის მინისტრმა შემიძლია გითხრათ, რომ ყველასთვის იქნება თანაბარი პირობები, როგორც ქართული, უცხოური, სატენდერო პირობები ვერ მოერგება რაიმე ამ სახის ასე ვთქვათ, გაყოფას. თუმცა, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე, ვისურვებდი, რომ ქართულ კომპანიებს აეშენებინოთ საქართველოში გზებიც, სკოლებიც, ბაღებიც, ამის შესაძლებლობა ქონოდეთ, ამ პროცესით ისინი კიდევ უფრო გაძლიერებულიყვნენ, გაზრდილიყვნენ და ალბათ დადგება დრო, როდესაც ჩვენ არამხოლოდ ჩვენი ღვინის თუ სხვადასხვა პროდუქციის ექსპორტს განვახორციელებთ, არამედ გვექნება იმის საშუალება, რომ თუნდაც ესეთი ტიპის მომსახურეობის ექსპორტი განვახორციელოთ, ისევე როგორც დღეს მაგალითად სხვა ქვეყნები ახორციელებენ ამას ჩვენ ქვეყანაში. მაგრამ ამისთვის საჭირო არის რომ ჩვენმა ბიზნესმაც, ჩვენმა კომპანიებმაც შეხედონ ცოტა სხვაგვარად პროცესს და რაც შეიძლება აქტიურად მიიღონ მონაწილეობა ჩვენ მათ შორის საბიუჯეტო დაფინანსებით რაც მიმდინარეობს იქაც საკმაოდ დიდი პროექტები გვაქვს სადაც მათ შეუძლიათ რომ აქტიურად მიიღონ მონაწილეობა ეს გამოცდილება დააგროვონ საერთაშორისო მაგისტრალებს რაც შეეხება იქაც მაქსიმალურად ჩვენ მათ შორის დროის მოგების თვალსაზრისით შევეცდებით რომ იყოს ისეთი ლოტები რომელიც მეტნაკლებად არ იყოს ძალიან დიდ თანხაზე ლაპარაკი არამედ იყოს ნაკლებ თანხიანი რომ ბევრმა კომპანიამ შეძლოს ამ პროცესში მონაწილეობა მათ შორის შემდგომში სამუშაოები წარიმართოს რაც შეიძლება მალე. როდესაც ბიზნესს ხვდებით არა ესეთ ფართო მასშტაბიან შეხვედრებზე არამედ უფრო საქმიან შეხვედრებზე რა არის მთავარი პრობლემა რომელზეც ისინი გელაპარაკებიან და რამდენად მზად ხართ პირობითად იმისთვის
რეალურად საქართველოში მიჩვეულები ყოველ შემთხვევაში ასე იყო წლების განმავლობაში, რომ რაღაც პრობლემა როდესაც ჰქონდა ამა თუ იმ ბიზნესმენის ავტორიტეტი თუ წონა ჭრიდა და ის როდესაც ურეკავდა პირობითად მინისტრს ან მინისტრის მოადგილეს ან ეს პრობლემა გვარდებოდა. აი ამ ტიპის პრობლემებს რეალურად ბიზნესი წააწყდება თქვენი მინისტრობის პირობებში და რა არის მთავარი პრობლემა, რასაც ისინი რეალურად გეუბნებიან, რომ აი ეხლა ეს გვაწუხებს და ამის გადაჭრა სახელმწიფოს შეუძლია, ან სახელმწიფოსგან გვჭირდება, გასაგებია, თქვენი ლოგიკა აბსოლუტურად გასაგებია, რომ დიახ, ყველა თეთრი გამჭვირვალედ უნდა იხარჯებოდეს, შეუძლებელია საქართველოს რომელიმე მოქალაქემ გითხრათ, რომ არა, ეს ასე არ უნდა იყოს, მაგრამ რა არის იქით ამ ხარეს პრობლემა, რომლის გადაჭრა სახელმწიფოს აუცილებლად ხელით იფება? პირველ რიგში, რას თქვენ ბრძანეთ, ვერც ერთი კომპანია ვერ იქნება პრივილეგირებული. ვერც ერთი. ვინც არ უნდა იყოს, რასაც არ უნდა წარმოადგენდეს, ყველასთან დიდი პატივისცემით, მაგრამ ჩვენი მიდგომა ყველას მიმართ იქნება ანალოგიური. ხარისხი მიუღებელი იქნება, უხარისხო პროდუქტის მიღება მიუღებელი იქნება ყველასგან. როგორი კომპანიაც არ უნდა იყოს, როგორი სახელიც არ უნდა ქონდეს, ვინც არ უნდა იყოს დამფუძნებელი, მე პატრონი თუ ასე შემდეგ. ჩვენ ამას საერთოდ არ მე პირადად ეს არ მაინტერესებს. მე მაინტერესებს ის პროდუქტი, რასაც ვიღებ და რასაც ესა თუ ის კომპანია აკეთებს. მიდგომა იქნება ერთნაირი. შესაბამისად, შეიძლება არსებობს ვიღაცა შეიჭვი, მაგრამ გონია რომ დავარწმუნეთ საბოლოო ჯამში, იმიტომ რომ მათაც ჰქონდათ ალბათ რაღაცა მცდელობები, რომ გარკვეულწილად მოესინჯათ თუ შეიძლება სხვანაირად რაიმე საკითხის გადაწყვეტა, მაგრამ არა, ვერავინ ვერ შეძლებს ამის გარანტიას გაძლევს. რომ იყო ზარები თქვენთან? არაფერს არ ვამბობ, ვამბობ იმას, რაც არის. მაგრამ რაც შეეხება მეორე საკითხს, რომელიც თქვენ თქვით, რომ პრობლემები, რომელზეც ისინი საუბრობენ, პრობლემები ბევრია, არის რა გარკვეული საკითხები, რომელშიც ვიზიარებთ მათ მოსაზრებას, მაგალითად, ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენ მხარეს არსებული ბიუროკრატია მაქსიმალურად იყოს მოქნილი, მაქსიმალურად იყოს სწრაფი, მათ არ მოუწიოთ სახელმწიფო უწყებებიდან ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, არაგონივრული ვადის განმავლობაში პასუხების ლოდინი, პასუხის გაუცემლობის პრობლემა, რომ აი მე განცხადებით მოგმართეთ და უკვე გავიდა 10 დღე და თქვენგან პასუხი არ მიმიღია, ესეთი რამე არ უნდა იყოს და ჩვენ შიგნით აქტიურად მუშაობთ, რომ ეს მხარე ინსტიტუციონალურადაც დავხვეწოთ და ყველა სახელმწიფო მოხელემ გავიაზროთ ის, რომ ბიზნესისთვის დრო ფულია და ჩვენ სწრაფად უნდა მოვახდინოთ ყველა მათ პრობლემაზე რეაგირება. არსებობს გარკვეული წუხილები, რომელშიც შეიძლება მე არ ვეთანხმებოდი. ინდექსაცია ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული პრობლემა იყო წლების განმავლობაში ბიზნესისთვის. თქვენ რამდენჯერმე თქვით, რომ არც ერთ თეთრს უკვე რაც გადაიხადა სახელმწიფომ, მეც არ გადავიხდითო, მაგრამ როდესაც რეალურად ყველაფერი ძვირდება, აი ეს პროცესები, ეს საკითხები არის გათვალისწინებული. მადლობა, რომ ამ საკითხს შეეხეთ. მათ შორის ახლა მოგიყვანთ იმ მაგალითს ჩვენი და ბიზნესის კომუნიკაციის შედეგად, რაც მაქსიმალურად დაჩქარდა. ეს არის სამშენებლო ნორმებთან დაკავშირებით. ჩემი ერთ-ერთი პირველი შეხვედრა იყო ალბათ ბიზნესის წარმომადგენლებთან, სადაც ეს პრობლემა აქტიურად დაისვა, თუმცა ვიცი რომ მანამდე პრემიერთანაც იყო ამ საკითხებზე საუბარი და ჩვენ პრემიერის დავალებით მაქსიმალურად მოკლე ვადაში დავაჩქარეთ ეს პროცესი და სულ ალბათ გონივრული ვადა რაც იქნება ერთ წელიწადში საქართველოს ერთხელ და სამუდამოდ ექნება უკვე ახალი სამშენებლო ნორმები, რომელიც ძალიან ბევრ პრობლემას მოხსნის, ბევრ პრობლემას გაადვილებს და ეს იქნება 35 წლის განმავლობაში ამ საკითხზე მიდის საუბარი. და ეს მოხდება დღეს, რომ სამშენებლო ნორმები შეიცვლება. რაც შეეხება ფასებს. ჩვენი ამოცანა არ არის რაღაცაში გადავიხადოთ დაბალი ფასი, უпростоრად იმაზე ნაკლები გადავიხადოთ, ვიდრე ეს რაღაცა ღირს ბაზარზე. ამის ამოცანა არ გვაქვს. ჩვენ გვინდა გადავიხადოთ, რა თქმა უნდა, როგორც თქვენ ცდილობთ, რომ ნებისმიერი პროდუქტი შეიძინოთ ერთნაირი ხარისხის პირობებში ყველაზე დაბალ ფასად. ჩვენც ეს დამოკიდებულება გვექნება, როგორც სახელმწიფოს, მაგრამ ეს არ იქნება არალოგიკური ფასი. შესაბამისად, ამ მიმართულებითაც დავიწყეთ აქტიური მუშაობა
და ბიზნესი ამ საკითხთან დაკავშირებით საქმის კურსია და უახლოეს პერიოდში ჩვენ გვექნება კონკრეტული გადაწყვეტები. ეს უახლოეს პერიოდი რამდენია, იმიტომ რომ ბიზნესისთვის პროფილია. ალბათ რამოდენიმე კვირაზე არის ლაპარაკი, როდესაც ჩვენ დავიწყებთ პროცესს, როდესაც ჩვენი პროექტები იქნება საბაზრო ღირებულებით, თუმცა აქამდე უნდა ითქვას, რომ გარკვეულ პოზიციებზე შეიძლება არაგონიურულად მაღალი ფასიც არის რაღაცეებში გადახდილი და ეს ესე ვეღარ იქნება. ჩვენ გადავიხდით საბაზრო ღირებულებით, რაც არის იმის მინიმუმს, ანუ რასაც ბაზარი თვითონ დაარეგულირებს. იცით, რომ ნებისმიერი ტენდერი ვაჭრობისგან შედგება, ხო? რომელი კომპანიაც ნაკლებ ფასს შემოგთავაზებს, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ეს იქნება ყველაზე უფრო მისაღები. ოღონდ ეს ვერ აისახება ხარისხზე. კი ბატონო. და ჩვენი საუბრის ბოლოს საერთაშორისო პარტნიორები, ის დონორები, რომლებიც ძალიან აქტიურად არიან ჩართულები ინფრასტრუქტურული პროექტებში, საკმაოდ სოლიდურად შემოდიან როგორც მხარდაჭერით, ისე სესხები და შემდგომ. როგორია ურთიერთობები და ამ მიმართულებით რამე შეიცვალა თუ ანუ გაუარესდა თუ არა ამ ნაწილში სახელმწიფოს ამ შემთხვევაში ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და პარტნიორების ურთიერთობა. არა, ჩვენ ძალიან აქტიურად თანამშრომლობთ აზიის განვითარების ბანკთან, მსოფლიო ბანკთან, სხვადასხვა დონორებთან და უამრავ ახალ პროექტზე ვმუშაობთ და მათი დახმარებით ჩვენ უახლოეს პერიოდში უკვე დავიწყებთ ახალ პროექტებს. ეხლაც მათი მისიები საქართველოში არიან, ჩვენს სამინისტროს უწყებებთან აქვს შეხვედრა, მეც პირადად მაქვს მომავალ კვირას მათთან შეხვედრა. ამიტომ ამ მიმართულებით არანაირი პრობლემა პირიქით ახალ პროექტებზე, ახალ მიმართულებებზე ვსაუბრობთ ზოგადად, რომელი მიმართულებებიც გვინდა რომ მათი მეშვეობით დაფინანსდეს და მათაც ამ მიმართულებით დიდი სურვილი გამოთქვეს, ამიტომ ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებით არანაირი პრობლემა არ არსებობს. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის, წარმატებებს გისურვებთ და სიამოვნებით გიმასპინძლებთ ბიზნეს პარტნიორის სხვა გადაცემებში. დღეს სოხაძე საუბრობდა ბიზნეს პარტნიორის ეთერში.